სწორედ ამ ინტერვიუების საფუძველზე საქართველოს სასამართლომ ნორა კვიციანი უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში სცნო დამნაშავედ. თანაც ისე, რომ დაჯგუფების სხვა არც ერთი წევრი გამოძიებას არ გამოუვლენია. არც ერთი იმ უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრი, რომელიც თითქოს და შექმნა ნორა კვიციანმა, დადგენილი არ არის. უფრო მეტიც, ვერც ერთ ფურცელს ვერ ნახავთ საქმის მასალებში, რომელიც მიგვანიშნებდეს მაინც იმის თაობაზე, რომ გამოძიება ცდილობდა დადგენას ასეთი პირების. ერთი წერილი არ არის სადმე გაგზავნილი, აი მოიპოვეთ ოპერატიული ინფორმაცია, თქვათ ასეთი უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრების შესახებ და ასე შემდეგ. ემზარ კვიციანისგან ინტერნეტით მივიღეთ კომენტარი მისი დისთვის შეიარაღებული ფორმირების ბრალის შერაცხვაზე. მე გამოცდილება მქონდა. მთელი 2 წლის განმავლობაში ვიცავდით მე და ჩემი რაზმი ხეობას მოწინააღმდეგისაგან. ხოლო დანარჩენი 14 წელი საქართველოს ხელისუფლებისგან ვიცავდი, რომ ხეობა რუსებისთვის არ ჩაევარებინათ. ნორა პირიქით ხელს მისვლიდა ამბოხში, რადგან არ სჯეროდა, რომ ხელისუფლება ღალატზე წავიდება და კოდორის ხეობას რუსებს შეაბარებდა. ნორა კვიციანი წლების მანძილზე მუშაობდა სოფელ ჩხალთის გამგებლად და გამგებლის ფუნქციებში სხვა ფუნქციებთან ერთად შედიოდა წელიწადში ერთხელ გამოყოფილი გუმანიტარული ტვირთის მოსახლეობაზე დარიგება. ბრალდების პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ 2005 წელს კოდორის ხეობაში შესული ჰუმანიტარული ტვირთის ის ნაწილი, რომელიც უნდა დარიგებული იყო ჩხალთის საგამგებლოს მოსახლეობაზე, ნორა კვიციანის მიერ მთლიანად იქნა მითვისებული. კოდორის ხეობა ბუნებრივი მდებარეობის გამო ზამთრის პერიოდში 7-8 თვის განმავლობაში იკეტება. ამასთან ერთად საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის ავტონომიაში შემავალ ამ ტერიტორიას სამხედრო სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებდა და ხეობას მძიმე ზამთრის პერიოდში მოსახლეობისგან რომ არ დაცლილიყო, პირველადი მოთხოვნილების სრულსაცანოვაგით ყოველწლიურად ამარაგებდა. გამოძიების მიერ დანიშნულმა რევიზიამ მოამზადა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ნორა კვიციანმა ვერ წარადგინა ჰუმანიტარული ტვირთის დარიგების დამადასტურებელი დოკუმენტები, რის გამოც რევიზიამ დაასკვნა, რომ მთელი ტვირთი 75,000 ლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარება მითვისებული იყო ნორა კვიციანის მიერ. იმის დასადგენად მიითვისა თუ არა კვიციანმა ამ რაოდენობის სრულსაცანოვაგე, გამოძიებამ დაკითხა სოფელ ჩხალთის მხოლოდ 5 მაცხოვრებელი. გამოძიების პირველი მოწმის ნაზი წულუკვიძის ჩვენება რამდენიმე წინადადებისგან შედგებოდა. იგი გამომძიებლის მიერ იყო დაწერილი და ამ მოკლე ტექსტის მიხედვით წულუკვიძემ არაპირდაპირ დაადასტურა, რომ ნორა კვიციანი ჰუმანიტარულ დახმარებას არასრულფასოვნად არიგებდა. თუმცა სასამართლო პროცესზე ნაზი წულუკვიძემ განაცხადა, რომ მას გამომძიებლისთვის ასეთი ჩვენება არ მიუწია. მისი თქმით, იგი გამომძიებელს კარნახობდა და ჩვენებას ხელი ისე მოაწერა, რომ გამომძიებლის ჩაწერილი ტექსტი უსათვალობის გამო არ გადაუკითხავს. ჩვენებას ნამდვილად არ ვადასტურებ. დობის ფაქტორი იყო. არ მეგონა ასე შეცვლილად თუ დაწერდნენ. სათვალეები არ მქონდა და ვერ წავიკითხე. სამართალდაცველმა სიმართლე უნდა თქვას და ვენდე. ჰუმანიტარული დახმარება რომელს მიეთვისებინა ამას არავინ დაუშვებდა. ან თქვა რომ საერთოდ არ ცხოვრობდა 2005 წელს კოდორის ხეობაში, შესაბამისად არღებულობდა ჰუმანიტარულ დახმარებას და ნაკლები ინფორმაცია ჰქონდა იმის თაობაზე ამ პერიოდში რა ხდებოდა კოდორის ხეობაში. ვარაუდის დონეზე ამ ხალბატონმა თქვა, რომ რა თქმა უნდა დარიგდებოდა წინააღმდეგ შემთხვევაში მე ძალიან ბევრი ნათესავი მყავს მათ შორის სოფელ ჩხალთაში და მე ესეთი რამე რომ მომხდარიყო და ნორა კვიციანს არ დაერიგებინა, ან თუნდაც არასრულად დაერიგებინა ჰუმანიტარული დახმარება, რა თქმა უნდა მეწოდინებოდა, რა კი არ ვიცი, ეს იგი მსგავსი არაფერი არ მომხდარა. ნაზი წულუკვიძე არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ბრალდებით დააპატიმრეს. თემურ ჩხეტიანის ჩვენება ძალიან წააგავდა პირველი მოწმის ჩვენებას. ისიც იგივე გამომძიებლის მიერ იყო ჩაწერილი და როგორც პირველ ჩვენებაში არაპირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ნორა კვიციანი ჰუმანიტარულ დახმარებას არასწორად არიგებდა. სასამართლო პროცესზე გამოქვეყნდა თემურ ჩხეტიანის ჩვენება. მან ეს ჩვენება არ დაადასტურა.
განაცხადა, რომ გამომძიებელს სხვა შინაარსის ტექსტი უკან ნახა. გამომძიებელს არ უთქვამს, რა საკითხთან დაკავშირებით დამებარა. მე უკან ნახობდი, ის კი წერდა. მე ვუთხარი, რომ კარგის მეტი ნორას არაფერი გავაკეთებია. ჩემთვის გასაგები გახდა, ბოლოს თუ რა აინტერესებდა გამომძიებელს. ჩანაწერი ვერ დავიკითხე. თუ რა ეწერა არ ვიცოდი, რაც უკან ნახე, იმაზე მოვაწერე. საზამთრო მარაგი რომ არ მიგიღო, არ ვაპატიებდით. ამ ჩვენების შემდეგ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ბრალდებით თემურ ჩხეტიანიც დააპატიმრეს. მანამ სანამ იმ საქმეზე სამართლო წარმოება არ დასრულდება, რომელზეც მოწმის სახით ჩვენებას იძლევა პირი, შეუძლებელია მსჯელობა იმაზე, რაც ისახავდა მიზნად მის მიერ სამართლო წარმოების პროცესში არსებითად განსხვავებული ჩვენებების მიცემა, ეს ერთი და მერე რომელი არის ამური ჩვენებიდან სწორი და რომელი არის არასწორი. აქედან გამომდინარე, ეს რა თქმა უნდა არ იყო პროცესუალური გადაწყვეტილება, ეს იყო პირდაპირ ზეწოლა არა მარტო თემურ ჩხეტიანზე, არამედ ყველა სხვა პროცესის მონაწილეზე, ნათელი მაგალითი იმის, თუ რა მოუვათ იმათ, ვინც გაბედავს თემურ ჩხეტიანის მსგავსად და იტყვის სიმართლეს სასამართლო პროცესზე. ბრალდებას უნდა დაეკითხა კიდევ 3 მოწმე, მაგრამ სასამართლო პროცესი ორჯერ გადაიდო მოწმეების გამოუცხადებლობის გამო. სრულიად ნათელი გახდა და ცხადი, რომ ამ ადამიანებს ვერ ითანხმებენ იმაზე, მიუხედავად იმისა, რომ ორი ადამიანი უკვე დააპატიმრეს, ვერ შეაშინეს როგორც ჩანს ეს ხალხი. ამიტომ ორჯერ გადაიდო ეს სასამართლო პროცესი. გადადებული პროცესების შემდეგ ბრალდებამ სასამართლოზე მოიყვანა მოწმე მანანა კვანჭიანი. მის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება ასეთი იყო. ხალხი გამოთქვამდა უკმაყოფილებას თუ როგორ იქნებოდა ჰუმანიტარული დახმარება. სასამართლო პროცესზე ეს ჩვენება გამოქვეყნდა. კვანჭიანმა დაადასტურა, რომ ეს მისი ჩვენება იყო. ჩვენ უნდა თქვა ჯერი დაცვის მხრიდან კითხვების დასვის მოწმეს. მე დაუსუფუნებია იგივე კითხვები. დაარიგდა თუ 2005 წელს ჰუმანიტარული დახმარებები და არიგა თუ არა ოფიციალურად, რა თქმა უნდა დაარიგო. ჩემმა ოჯახმაც მიიღო ეს დახმარება. ჩემი უამრავი ნათესავი ცხოვრობს ჩალდაში, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. ყველაზე დარიგდაო და წარმოუდგენელი, რომ ვინმეს არ მიიღო, ან არასრულად მიიღო ეს დახმარება. ეს წარმოუდგენელია, ყოველთ შეუძლებელი არის. ეს ჩვენება მისცა სასამართლოში. შემდეგ მე დავუშვი კითხვა, რომ ხომ არ ხედავთ თქვენ განსხვავებას თქვენ დღევანდელ ჩვენებასა და იმ ჩვენებას შორის, რომელიც თქვენ თითქოს და მიეცით გამოძიებას. ამბზან რომ არა ვერ ხედავს ვერანაირ განსხვავებას. ხო და აი ამით დასრულდა ეს ამბავი. და ეს ალბათ იმას ეღიმებოდა, ნუ ეხლა ფაქტობრივად სასაცილო იყო ეს ყველაფერი. ფარსკავდა და როგორც ჩანს მასთან შედგება ერთი გარიგება, რომ უბრალოდ დაადასტურე ის ჩვენება, რომელზეც ხელი მოწერინოთ, ესე ვთქვათ, წინასწარი გამოძიების პროცესში და მე რადგინდა ის ილაპარაკე სასამართლო პროცესზე. მეოთხე მოწმის გელა პირველის წარმოდგენის მოთხოვნა ბრალდების მხარემ საერთოდ მოხსნა. მეხუთე მოწმეზე კი ბრალდებამ წარმოადგინა მისივე წერილი, რომ იგი შეუძლოდ გრძნობდა თავს და პროცესზე ვერ გამოცხადდებოდა. სასამართლო გამოძიების დასრულების შემდეგ პროკურატურამ სასამართლოს შუალგზნობებით მიმართა, რომ მისივე განცხადების საფუძველზე ხელმეორედ დაეკითხათ განსხვავებული ჩვენებებისთვის დაპატიმრებული თემურ ჩხეტიანი. სასამართლომ ბრალდების მხარის შუალგზნობა დააკმაყოფილა. მე პროტესტი განაცხადა, ჩემთვის აბსოლუტურად ნათელი იყო თემურ ჩხეტიანი, ვთქვათ, რა სიმართლის თქმას აპირებდა და რის გამო აპირებდა. შენიშვნა გავაკეთე სასამართლო პროცესზე, იმის თაობაზე, რომ სასამართლო გამოძიების ეტაპი ამოწურულად გამოაცხადა მოსამართლემ, მოსამართლემ იპასუხა, რომ სასამართლო